კომპანია RMG აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას. წლების მანძილზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად კომპანიამ წლის დასაწყისში ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბოლო თვეების განმავლობაში BMG-ის მაყურებელს RMG-ის ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის რამდენიმე მონაწილე უკვე გავაცანით. ახლა კი ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები თამარ მიქავა და ლაშა ხვიჩია უნდა გაგაცნოთ. დედობა ეს არის ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც სრულიად სხვა თვალი დაანახა სამყარო, გავხდი უფრო მომთმენი, პასუხისმგებლიანი. ეს თვისებები ხელს მიწყობს იმაში, რომ ორივე ერთმანეთს შევუთანხმო სამსახური და დედობა. დილს ადრიანად იწყებს, ჯერ მშობლის ამპულაში, რომელიც მის დღის წესრიგს სულ რაღაც ორი თვე არად შეემატა. ერთი შეხედვით რთული ჩანს. სამეცნიერო საქმიანობას, მუდმივად ველზე მუშაობას, დედის პასუხისმგებლობებით შეუთავსო, თუმცა ფაქტია, რომ გამოსდის. ყოველ დეტალი გაწერილი აქვს, ზუსტად იცის დღის რომელი მონაკვეთი რომელ საქმეს უნდა დაუთმოს. მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავისი ყურადღება, როგორც ოჯახზე, ისე იმ საქმეზე, რომელიც წლების წინ აირჩია, თანაბრად გადაანაწილოს. ოჯახური დილის შემდეგ თავის ხელსაწყოებს მოაგროვებს და ველზე სამუშაოდ ემზადება. ეს მისთვის პროფესიის საყვარელი ნაწილია, ის, რამაც სამეცნიერო საქმიანობაში ეყვარა. ჩვენ მოვიარეთ სრულიად საქართველო, დაწყებული სამეგრელოდან დამთავრებული კახეთის, თორღვას, აბანოს თერმული წყლები, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, ბორჯომი, ახალქალაქი, ადიგენი, აბასთუმანი, ასევე გომბორის უღელტეხილით აჭარის ტერიტორია და ქობულეთის თერმული წყლები. ჩვენ ვადგენთ დღევანდელ არსებულ თანამედროვე მდგომარეობას ჭაბურღილებზე, ასევე ვადგენთ მათ ტემპერატურას, ქიმიურ შედგენილობას, ელექტროგამტარებლობას, რათა შევაფასოთ მათი დღევანდელი არსებული მდგომარეობა ჭაბურღილებზე. ჭაბურღილიდან წყლის ნიმუშს იღებს, ტემპერატურას ზომავს, წყლებია ამაზე მუშაობს. საქართველოს თერმული წყლების არსებული მდგომარეობის შესწავლასა და ქიმიური ელემენტების შეფასებაზე. შემდეგ უკვე ნიმუში ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ინაცვლებს. ყველაზე მეტად, ესე ვთქვათ, ჩემს საქმიანობაში მიყვარს ის, რომ გვიწევს ხოლმე ველზე გასვლა და არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ, ესე ვთქვათ, ოფისურ სამუშაოზე და კომპიუტერთან ჯდომა. ეს პირიქით, ეს უკვე მეორე ნაწილია, მთავარი ნაწილი არის ველზე სიარული, სხვადასხვა ჭაბურღილების მოძიება, დასინჯვა, შესწავლა და ასე შემდეგ. და ეს ხდება ყოველწლიურად, შეიძლება ყოველთვიურადაც გვიწევდეს ველზე სიარული, რაც არის ჩემთვის, ესე ვთქვათ, მთავარი და პრიორიტეტი. აქ უკვე საქმეში მისი კოლეგა ერთობა. ლაშა ხვიჩია, რომელიც ამჟამად როგორც ქიმიკოსის, ისე ინჟინერის საქმიანობასაც ითავსებს, იხსენებს, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ღრმა ბავშვობაში ამ მიმდინარეობით დაინტერესდა. უნივერსიტეტში სწავლაც ქიმიური მიმართულებით გააგრძელა. 2019 წლიდან კი უკვე ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტს შეუერთდა, სადაც ყოველდღიურად ქიმიურ ანალიზებზე მუშაობს, რომელიც თერმული, სასმელი და მინერალური წყლების კვლევას ემსახურება. ხორციელდება წყლის ხარისხობრივი დადგენა, შემადგენლობის დადგენა, ვარგისია თუ არა სასმელად და ვარგისია თუ არა გამოყენებისთვის. რაც შეეხება წყლის ანალიზებს, კეთდება სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა ხელსაწყოებზე, არის კლასიკური მეთოდები, არის კიდე აპარატურული მეთოდი. ხელსაწყო არის ალური ფოტომეტრი, რომელიც საზღვრავს პუტელითონებს, ესენი არიან ნატრიუმი, კალიუმი, ლითიუმი. ეს არის წყლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი და ამის განსაზღვრის გარეშე შედეგი იქნება 0, იმიტომ რომ თუ ეს არ ვიცით, ჩვენ ვერ დავადგენთ წყალი სასმელად ვარგისია, კარგია. თავის საქმეზე მთელი ენთუზიაზმითა და აღრთოვანებით საუბრობს, გვიყვება, რომ ყველა დეტალი, რომელსაც სამუშაო დღის განმავლობაში ასრულებს, განსაკუთრებულად უყვარს და დასაწყისიდანვე ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ სამეცნიერო საქმიანობას არც გაყვებოდა. საყვარელი ნაწილი არის ლაბორატორიაში ფუსფუსი და ჩემი ურთიერთობა კოლბებთან, ჭიქებთან ძალიან მიყვარს და რომ არ მყარებოდა არც ჩავაბარებდი და გავაგრძელებდი ამ პროფესიაზე სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ორივე დიდი სიყვარულით ასრულებს, თამარიც და ლაშეც კარგად იაზრებენ, რომ სამეცნიერო მიმართულებას ბევრი ხელშეწყობა სჭირდება. ხანდახან მხოლოდ ენთუზიაზმი საკმარისი არ არის, ფინანსები, ტექნოლოგიების შესაძლებლობები, გასახანი და რაც ყველაზე მთავარია, დაფასება მაინც საჭიროა. ამ დროს RMG-ის ახალგაზრდა მეცნიერთა პროგრამაც გამოჩნდა, თამარიც და ლაშეც მისი მონაწილეები არიან.
ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სტატიის გამოქვეყნება დავიწყეთ მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, ასევე დავიწყე ინგლისური ენის უფრო გაღრმავებულად შესწავლა. ძალიან დიდი სტიმული მომცა, აგრეთვე დამეხმარა ბევრ რამეში, მინდა მაგალითად მოვიყვანო ის, რომ მე შევძელი, ესე ვთქვათ, უცხოური ლიტერატურის გამოწერა, აგრეთვე ჩვენ გავაგზავნეთ ერთ-ერთ მაღალ რეიტინგულ ჟურნალში სტატია, რომელიც მომავალ წელს გამოიცემა და აი ამ კუთხით ძალიან დიდი ხარდაჭერა ვიგრძენი კომპანია არენჯისგან. ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ზურაბ გაგულია გვყვება, რომ წლების წინ გეოლოგია საკმაოდ პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა, თუმცა წლებთან ერთად თითქოს უკანა ფლანგზე გადაინაცვლა. რასაც უმეტესწილად ანაზღაურების სიმცირეს უკავშირებს, შესაბამისად ამ საქმიანობაში ახალგაზრდების დეფიციტი გაჩნდა. არადა აქვე იმასაც დასცენს, რომ საქართველოში, რომელსაც წყლის მდიდარი რესურსები აქვს, ჰიდროგეოლოგია კრიტიკულად საჭირო პროფესიაა, რომელსაც განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება. დღეს ჰიდროგეოლოგია არ აქვს რომ გინდოდეს. ამ დროს მოთხოვნადია საჭიროა, ჭირდება ქვეყანას, რა წყლები გვაქვს, ჭირდება ის საქართველოს რელიეფს რომ გადახედო, ძალიან ცუდ ისეთი რელიეფი გვაქვს რთული და ეს მეწყრები ეს ყოველთვის იქნება. მაგრამ რატომღაც მოხდა ისე რომ მოკლედ ვთქვა ესე არამოდური გახდა რატომღაც იყო პერიოდი ნამდვილად მოდაში იყო. ბევრი ახალგაზრდა ყოლია ჩვენ. დაუწყეთ მშრობა დასულა დაუწყეთ და თავარი წასვლა იყო ეკონომიკური ანაზღაურება ცოტა მოსამატებელია სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლებს და დაბალია ძალიან ანაზღაურება და ესეც ალბათ უმთავრესი ფაქტორია. კომპანია RMG-ის მიზანიც, როცა ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამას იწყებდა, სწორედ ეს იყო. იმ სამეცნიერო დარგებში, სადაც კადრების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა კადრების დეფიციტი შეიმჩნეოდა, ერთგვარი წახალისებითა და დაფასებით ამ დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის მოტივაცია გაიზარდა, იმედი მიეცა და ახალი შესაძლებლობები გაიხსნა. შედეგი დადგა. ამჟამად ყველა ის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც პროგრამის მონაწილეთა შორის მოხვდა, თავის პირად ისტორიას აზიარებს და ყვება, რომ ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამის მეშვეობით თავიანთ კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.